და ომი რო დამთავრდებაო მერეო ჩავიცმეო კოსტიუმსო თუ ახლა აი ხოს ძალიან რო წაიგდო ენა უთხრა ესეთი რაღაცა შენო ის კაცი არ ახარო კაცო ჩამოთრეული რო იყავიო აქო ომი რო გქონდა შენ ქვეყანაშიო გაგანია ომი რო გქონდაო და აქ რო ჩამოგიყვანაო ბაიდენმაო და პენსილვანიის შტატშიო ოპოზიციას ანუ ჩვენ მოწინააღმდეგეებს რო უჭერდიო მხარსო შენ ის ხო ხარო კაცო შენ ქვეყანაში ომი გქონდაო და პენსილვანიაშიო შტერი დებილი ბაიდენის მხარდასაჭერად იყავიო ჩამოსული ასე არ იყო ომი გაქვს შენ ქვეყანაში რო გკითხოს და ოკეანის გაღმა გადიხარ პოლიტიკურ რაღაცა ჩათლახობებში მიიღო მონაწილეობა აი ასე იმართება საერთოდ ასე იმართება ყველა სახელმწიფოს რომელიც მოღალატეს აირჩევს სათავეში აქ არაფერი არაა გასაკვირდი ბოლო-ბოლო ძალიან ბევრი იტლიკინა და ავაი ახლა ახვიეო და არც საერთო პრესკონფერენცია არ მოაწყვეს და არაფერი არ მოაწყვეს და საერთოდ გააგდეს ამერიკიდან მასკმა თავის გვერდზე დაწერა რომ აი მსგავსიო სამარცხვინო ამბებიო არსათო არ მომხდარაო და გააგდესო რა აი ბოდიში და ტრაქში პანჩურია მოარტყეს და გააგდესო აი ეს არის ის ზელენსკი რომელიც ზელენსკის ახლა საქართველოში ხო საქართველოში ხო ყველა ნაგავი უყვართ განსაკუთრებით ხო საქართველოში ერეოდა ჩემო ძმაო იმიტომ ერეოდა ამ ყველაფერში რომ ისცეს უფლება არ გახსოვთ რა წივილ-კივილი იყო ზელენსკიზე ბნედა ემართებოდათ ლამის პროსტინებზე დახატული ზელენსკის ლოგინებში წვებოდნენ მეტი და ეს ქალებს ზელენსკის სურათები რო ქონდათ მე ახლა იმ პერიოდში მაშინ მომიწია ომი რო დაიწყო პოლონეთში ყოფნამ და რა ვიცი ზელენსკის სურათებით იყო ყველაფერი აჭრელებული მაგრამ საერთო ჯამში რა ხდება ხდება ის რომ არავის არ აინტერესებს უკრაინაში რა ამბებია უკრაინელი ერი გაწყდა უკრაინა დაინგრა და ტრამპმა გამოაცხადა პირდაპირ რომ უკრაინა არ დაეხმარება არანაირად ზელენსკის პოსტნაუმარი სიტუაციის აღდგენაში ენერგეტიკულ საკითხებში ასე არ გვაინტერესებს ჩვენ ეს საკითხი მორჩა დამთავრდა ეს ყველაფერი რაც იყო და რაც გამოტყავეთ ფული ბაიდენს და რაც ერთად ითაღლითეთ ამერიკელების ხარჯზე რაც იყო გეყოთ და ახლა დაწყნართ არ უნდა დაწყნარება არ გინდაო შენო მშვიდობა და მშვიდობისთვის რო იქნებიო მზათო მაშინ ჩამოდიო მაგრამ შენო მილიონობით ადამიანის ბედით დაგვირდით რა უთხრა მილიონობით ადამიანის ბედით ვაჭრობ და მილიონობით ანუ მესამე მსოფლიო ომის დაწყება გინდაო მესამე მსოფლიო ომს შენ არ დაგაწყებიებთ არ ვიცი სადაგდია რა ხამია მამჩემის მამასთან რა ვიცი სადა რას გაიგებ მესამე მსოფლიო ომში ჩვენო არ ჩავერევით არ იქნებაო ეს სიტუაცია რასაც ახლა შენ და შენი კამანდა და ტრამპმა ძალიან კარგად იცის რომ აქ უკრაინასთან კი არაა საქმე აქა მთელი ევროპის უსამშობლოებთანაა საქმე მთელი ევროპის უსამშობლოებთან რომლებსაც საერთოდ არ აინტერესებთ არც მისი ქვეყანა არ აინტერესებთ არც მისი ეროვნული ინტერესები მათ აინტერესებთ ეს გლობალური ლიბერალური პიდარასტული ახლა ტრამპმა რო იცის ამათი ხასიათი და ამათი ბუნება ისე საქართველოში არ ვიცით ეს ყველაფერი ამაში არის საქმე ამიტომ ეს უნდა დამთავრდეს მე არ დაგეხმარებით აიო იქ წინაზე იყო დასმული შეკითხვა ბრიტანეთის პრემიერი რო იყო ჩასული რომ აიო თქვათო ბრიტანული და ფრანგული კონტინგენტიო რო იყოსო გაგზავნილიო უკრაინაშიო სამშვიდობოთო და აიო რუსეთმა რო დაბომბოს და გაწყვიტოსო ეს ხალხიო მაშინო რა იქნებაო აიო მაშინო როგორ თქვა ამერიკის გარანტია გჭირდებაო და მე არაფერი შეხება არ ამაქო მაგ საკითხთან დაკავშირებითო თქვენი კონტინენტია თქვენი მეზობლები არიან და მიხედეთ თქვენ თავსო პირდაპირ უთხრა ანუ თუ გააგზავნით სამშვიდობოებს თქვენ თავს დაიცავთ თქვენ ყველაფერს გააკეთებთ
ეს ჩემი პრობლემა